სახელითა მამისათა და ძისათა და ძმიდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი. საოცრად ლამაზი, ძვირფასი და დიდი დღე გახლავთ დღეს. არ გეწყინოთ, შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა არ იცით ბოლომდე რა დღესასწაულია, იმიტომ რომ რამოდენიმე ადამიანს რო შევეკითხე, ვინც ხანდახან მოდის ჩვენ ტაძარში, ხრები აიჩიცეს და თქვენს რომ არ ვიცითო. არადა ეს ყველა ქრისტიანმა კარგად უნდა იცოდეს, ვისაც ჯერ ოჯახი არ აქვს, მაგრამ ძალიან უნდა რომ დაოჯახდეს. ვისაც აქვს ოჯახი, მაგრამ არ მოწონს თავისი ოჯახი და არ მიიჩნევს თავის ოჯახს ისეც, როგორც მას წარმოედგინა გაქორწილებამდე ან გათხოვებამდე. ან მისი ოჯახი დანგრეულია, ან დაგრევის პირას არის მისული. ან ყველაფერი კარგად არის, მაგრამ კიდევ მაინც უნდა მეტი შვილი, უნდა გამრავლება, გახარება, უნდა თავის ქვეყანას, თავისი ოჯახიდან შეეწიოს და ნახოს გამრავლებული ჩვენი ერი. დღევანდელ დღეს არის მუცლა დღება მართალი ანასი. ამ დღის შესახებ დუმს ძველი და ახალი აღთქმა. არ მოგვეპოვება არანაირი ცნობა, მაგრამ არსებობს 160 წელს დაწერილი აპოკრიფი იაკობის აპოკალიფსი. აუცილებლად გთხოვთ რომ ეს წაიკითხოთ, მე წაკითხული მაქვს ეს სტუდენტობის დროს, გამოდიოდა საღვთისმეტყველო კრებული საპატრიარქოს ეგიდით და დღეს არ ვიცი, სად შეიძლება ამ ძვირფასი, ასე ვთქვათ, აპოკრიფის წაკითხვა, მაგრამ გთხოვთ რომ მოიძიოთ, შეიძლება იყოს რუსულად, შეიძლება რომელიმე უცხო ენაზე იყოს, მაგრამ აუცილებლად წაიკითხეთ, იმიტომ რომ ამ აპოკრიფში ჯერ დავძენ იმას, აპოკრიფი ნიშნავს, რომ ეს არის ფსევდო ნაშრომი, მაგრამ იმდენად საინტერესოა და იმდენად ღირსებით გამოირჩევა. მისი ავტორი არ გახლავთ უფლის ხორციელი ძმა იაკობი, მაგრამ აქ არის აღწერილი იოაკიმე და ანას შესახებ ცნობები და ღვთისმშობლის ყრმობა არის აღწერილი. ასევე შემდგომში ეთყობა ჩამატებულია, მაგრამ საინტერესოა, მე ისლამში გადავიდა ეს ყველაფერი. მასხოვრის ბავშვობა არის აღწერილი თიხისგან, როგორ აკეთებდა ჩიტებს და როგორ აცოცხლებდა და როგორ უშვებდა მას ცაში. რა თქმა უნდა, ეს ზღაპარია, მაგრამ ძალიან საინტერესოა იაკობის აპოკალიფსი. მას პროტოევანგელიეს ეძახიან, მისი ბოლო ხელნაწერი მე-3 საუკუნეში გადაიწერა და ვისაც წაკითხული არ გაქვთ და ვიცი რომ ძალიან ბევრ ადამიანს წაკითხული არ აქვს, აუცილებლად უნდა იქნას წაკითხული. აი ამ აპოკრიფში არის ცნობები იოაკიმეს და ანას შესახებ. ორი მართალი ადამიანი ცხოვრობდა ძველ აღთქმაში. თქვენ იცით რომ მართალი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ჯულის მიხედვით იყვნენ ისინი მართლები, ან ვიცავდნენ ყველაფერს, მაგრამ წარმოიდგინე, ყველაფერს იცავ, მორწმუნე ხარ, საზოგადოებაში მიღებული პიროვნება ხარ, დავითის ცნობილი ტომიდან ხარ, მაგრამ შვილი არ ყავს. მაგრამ უყურეთ, შვილი არ ყავს, მაგრამ გაბოროტებული არ არის. ხო არის ადამიანი, რომ არ ყავს შვილი, ოჯახი არ აქვს, მაგრამ რა ეკლესია, რა მოძღვარი, რა შესაძირავი. ჩვეულებისაებ იოაკიმე მიდის სოლომონის ტაძარში და უნდა რომ სკვერპლი შეწიროს. და აქ უყურეთ, ახლა მღვდელმთავარი გაუწყდება, იმიტომ რომ თან დავითის ტომიდან იყო და იცოდნენ რომ დავითის ტომიდან უნდა დაბადებულიყო მესია და არ აყავს შვილი. და ჯვარი გწერიათ, ახლა ამ ახალ აღთქმაში ასე არ არის. თუ ვინმე შვილი არ აყავს, ადრე ასე იყო ძველ აღთქმაში, ვისაც შვილი არ ყავდა, ის ითვლებოდა, ასე ვთქვათ, გარკვეულ ცოდვილ ადამიანად. უშვილო და ცოდვილი იყო სინონიმები. და მღვდელმთავარმა ცოტა უხეშად უთხრა, რომ არ ამგონიაო რომ შენი მსხვერპლიო შეიწიროსო ღმერთმა, იმიტომ რომ მემკვიდრესო არ უტოვებო ისრაელსო. ნახეთ? მაგრამ არ გაბოროტებულა, არ გაბრაზებულა, არ დაუწყია გარჩევები, ხო, რაღაცეები, მობრუნდა მშვიდად და წავიდა უდაბნოში. ნათქვამია რომ 40 დღე აპირებდა ლოცვას, მარხვას. და ეს ამბავი რომ გაიგო ანა, მისმა მეუღლე, ისიც მართალია, ისიც დავითის ტომიდან არის და ესეთ რამეს ამბობს, რომ აქამდეო თუო ბერწი ვიყავიო, ეხლა ქვრივიც გავხდიო, მიმატოვაო ჩემა მეუღლე.
და ამ დროს ხურვალე ლოცვაში არიან, არ გმობენ ღმერთს და ივაკიმე იხილავს გამოცხადებას, რომ ჩიტი როგორ აკეთებს ბუდეს. ეს იყო უწყება, რომ მას ეყოლება, მას და ანას ეყოლება ჩვილი და ისიც ანას ნახულობს გამოცხადებას და ერთმანეთის შესაგებებლად მოდიან და ისინი ერთმანეთს ეგებებიან ოქროს კარიბჭეში. იერუსალიმის ბევრი კარიბჭე ქონდა, მაგრამ ოქროს კარიბჭე იყო განსაკუთრებულად გამორჩეული აღმოსავლეთ მხარეს და ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში იყო ცნობები, რომ აქ შემოვიდოდა მეუფე და მეტი არავინ. ეს გარკვევი წერია, რომ შემოვა აქედან შენი მეუფე და მეტი არავინ. და ეს რომ გაიგო მე-16 საუკუნეში ერთმა სულთანმა ამოქოლა ეს კარიბჭე შიშის გამო, რომ ებრაელები კიდე ელოდებიან ეთყობა მესიასო და მესია რო არ მოვიდესო, ეს კარები დღესაც ამოქოლილია და არის წინასწარმეტყველება, რომ ამ კარიბჭეს გახსნიან, როცა ანტიქრისტე მოვა ქვეყნიერებაზე. რა შეიძლება ჩემო ძვირფასებო ამ მოვლენიდან ჩვენ ვისწავლოთ? ის შეიძლება, რომ როცა უკვე ადამიანური რესურსი, ყველანაირი რესურსი ამოიწურა, მაგრამ იმედი მაინც არ დაგიკარგავს და ღმერთის იმედი გაქვს. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო რწმენა. ძალიან ბევრ ახალგაზრდას მე ვეხვეწები, ვემუდარები, დამიჯერე შვილო, იარე ეკლესიაში, ილოცე, შენ გექნება ოჯახი, შენ გეყოლება შვილი, ნუ გეშინია, ყველაფერი იქნება კარგად. ვინც დამიჯერა, მე კი არა, ეკლესიას, წმინდა წერილს, დღევანდელ დღეს ყველა მადლობელია. რა ბედნიერებაა, ხო დღეს ნინო და გიორგი მოვიდნენ და მარიამი აზიარეს. დღეს ჩვენი იოანე თეიმურაძე 3 შვილით მომბრძანდა და თავისი შვილები აზიარა. ვისაც არ ყავთ ოჯახი, ან ფიქრობთ, რომ ამ გაჭირვების ჟამს რა დროს ოჯახია? არ მოგინდათ, რომ ოჯახი ყავდეთ? ჩვენი ქვეყანა რომ გვინდა, რომ იყოს ძლიერი, მტკიცე და შეურყეველი, ევროპული თუ რა ვიცი, როგორც გვინდა. როგორ ფიქრობთ? აფხაზეთი და სამაჩავლო რო დაგვიბრუნდება და დაგვიბრუნდება, იქ ვინ უნდა იცხოვროს? ჩვენ თუ არ გამრავლდებით, ჩვენ თუ ბევრი შვილები არ გვეყოლება, როგორ დავბრუნდებით აფხაზეთში და როგორ დავბრუნდებით სამაჩავლოში და ჰერეთში, როგორ დავბრუნდებით? ჩემო ძვირფასებო, მითხარით კარგად. ღმერთმა დალოცოს ყველა ეროვნება, ვინც საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ ჯერ ჩემი ქართველები მინდა იყვნენ დალოცულები. ასე ამბობდა თვითონ ქრისტე, რომ მე ჯერ ისრაელის დაღუპული ძეებისთვის ავარ მოსული და მერე წარმართებისთვის, ხო? რატო აქ რა არის ამაში ახლა თქვა ჰომოფობია ან შოვინიზმი, ხო? არ მგონია რომ იყოს. მაგრამ გთხოვთ, გემუდარებით, რომ აი დღევანდელ დღეს გთხოვთ, რომ აიღეთ ლოცვანი და ივაკიმე და ანას დაუჯდომელი წაიკითხეთ. სახში გქონდეთ ყველას ივაკიმე და ანას ხატი, შუაში ღვთისმშობელი რო ყავთ ხელში აყვანილი. განმტკიცდება თქვენი ოჯახები, გაძლიერდება, შვილები კარგად გეყოლება და ჩვენსა და ჩვენ შვილებს შორის ის ჩატახილი ხიდი, მოდი თქვა სიმართლე, ხო ჩვენი შვილებს სულ სხვა იდეოლოგია მოსწონთ და ჩვენ სულ სხვა. ჩვენ ძველმოდურები ვართ, ასე გონიათ მათ, რომ ჩვენ კონსერვატორები ვართ, ისინი ლიბერალები არიან და ეცინებათ 90-იანებზე, ეცინებათ ჩვენ შეხედულებებზე, არა უშავს, ჩვენ არ გავმბოროტებით. მოდი ჩვენ შვილებს ჩვენ დაუმტკიცოთ, რითი ჯობია მართლმადიდებლობა სხვა რელიგიებს, რითი ჯობია ქართული ოჯახი სხვა ეროვნების ოჯახებს. არ გვინდა კამათი, პოლემიკა, არ გვინდა, არა, არ განვიკითხოთ, არ ვეჭხუბოთ, მაგრამ უძღები შვილივით გაუშვათ, მაგრამ რო დაბრუნდებიან, ზურგი კი არ შევაქციოთ. გურში ჩავიხვიტოთ და მოვეფეროთ, გვერდზე არ გავწიოთ თავი და უთხრათ შვილო, ან გელი შეგჭამს, ან გლის შვილი, როცა შენ არ უჯერებ იმ კაცს და იმ ქალს, ვისი საშოს განას და საზარდულიცაგან შენ დაიბადე, ჩვენ შვილებს დღეს ღმერთი არ უნდათ, ხო იცით კარგად. ყველაფერი აქვთ, იმხელა ხელფასები აქვთ, რამოდენიმე ენა აქვთ, ატყლაშუნებენ ამ ენას აკეთიკით, როცა უნდა ავსტრიაში მიდიან, გერმანიაში, რატომაც არა, რა კარგია. ჩვენ მოსკოვში თუ ჩავფრინდებოდით 27 წლად, მანეთად ეგეც დიდი გმირობა იყო და ბევრი მისტირის ამ ეგვიპტეს. მე არ მივტირი ვარ და ვიცი ვარც თქვენ არ მეტირი ხართ მოსკოვს. არ გვინდა ჩვენ, არავის არ მივტირი ვარ. ჩვენ აქ უნდა შევქმნათ, ჩემო ძვირფასებო, კარგი ცხოვრება.
ჩვენი საქართველო უნდა გაგწყინდეს, საქართველოში უნდა იყოს ისეთი კარგი სიტუაცია, რომ ევროპიდან აქეთ წამოვიდნენ. ხო ნახეთ, კოვიდობის დროს მთელი რუსეთი დაიძრა საქართველოსკენ და ვერ შემოდიოდნენ, რა ხდებოდა ლარსის საბაჟოზე, ხო? და მე მჯერა, რომ ჩვენ ისეთ სიტუაციას, ისეთ გარემოს შევქმნით მართლმადიდებლურს, ადამიანურს, სიყვარულით ახსავსეს, რომ არავინ არ დაიჩაგრება, არავინ არ იგზნობს თავს, გინდა ჩინელი, გინდა ინდოელი, გინდა ლიბერალი, გინდა არავინ, ყველა იტყვის, რომ მოდი რა, მეც მინდა, რომ აი ამ ხალხის წმენა მქონდეს, მეც მინდა, რომ ამაცავი, მარტო ხინკალი და ქაბაბი კი არ უნდა მომეწონოს ქართველების ცეკვა თამაში და სიმღერა, არა, ამათი ცხოვრების წესი, როგორც ნერსე ერისთავისგან მიიღო აბოთვილელმა. ნერსე ერისთავი მე-9 საუკუნის მთავარი კაცი ტყვეობაშია და ისეთი ღირსეული კაცია და ისეთი კარგად იქცევა, რომ აბოთვილელი უყურებს და ტყვე კაცის სარწმუნოება უნდა რომ მიიღოს. გესმით? იმდენად თავისუფალია სულიერად, რომ აქეთ დატყვევებული სარწმუნოებაზე გადადის დამტყვევებელი. საინტერესოა რა. დედა ღვთისმშობელი, ჩემო ძვირფასებო, ბუნებით არის ცოდვის მატარებელი ადამის, მაგრამ პიროვნული ღირსებით შებოჭა ეს ცოდვა და მას ცოდვა არ ჩაუდენია. კათოლიკები ამბობენ, მე-19 საუკუნეში გადავიდნენ ძალიან ცრუ სწავლებაზე. კათოლიკე პაპმა გამოიყენა პაპის პრიმატი და როდესაც პაპი გამოდის კათედრაზე და ქადაგებს, ეს არის შეუმცდარი ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა, ეს კრეხელობა. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს შეუმცდარი? ეკლესიაა შეუმცდარი. ადამიანი არ შეიძლება რომ იყოს შეუმცდარი. და პაპმა პიუსმა მე-9-მ თქვა, რომ ღვთისმშობელი დაიბადა სულიწმინდით, როგორც იესო ქრისტე. ეს კრეხელობაა, ჩემო ძვირფასებო, და რატო ამ კრეხელობა? უყურეთ ახლა, თუ ღვთისმშობელი არ იყო ადამი და ევას ცოდვის მატარებელი, საიდან უნდა ყოფილიყო? თავისი მშობლებისგან. თუ არ მიიღებდა ადამი და ევას ცოდვას, ანუ დაზიანებულ გენეტიკას, მაშინ ქრისტეს ვინ უნდა გამოეხსნა? ვინ უნდა გამოეხსნა მაშინ? თუ ღვთისმშობელიც არაბუნებრივად, არამედ სულიწმინდით ჩაისახა და ქრისტეს, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი გამოხსნა არ მომხდარა. ხვდებით? არის მატარებელი ცოდვის ბუნებითად, მაგრამ პიროვნულად შებოჭა ეს ცოდვა და მას ცოდვა არ ჩაუდენია. უცოდველი კი არ იყო, ცოდვა არ ჩაიდინა, მაგრამ ბუნებით იყო ცოდვილი. ეს დაიმახსოვრეთ კარგად, ამას არსებითი მნიშვნელობაა. და თუ ადამიანმა ეს ყველაფერი იცის, უკვე იცის მან ის, რომ თუ კი დედა ღვთისმშობელი ასე უცნაურად, ასე გვიან დაიბადა, ასე სასწაულებრივად დაიბადა, ნუ თუ მე დედა ღვთისმშობელს რომ შევევედრო, ნუ თუ მე უარს მეტყვის დედობაზე, ნუ თუ მე უარს მეტყვის ოჯახი რომ მქონდეს. თქვენ ხომ ვიცით, რომ ნებისმიერი სახელმწიფო შედგება ქალაქებისგან და რეგიონებისგან. ეს ხო ჭეშმარიტება. ქალაქები და რეგიონები შედგებიან ოჯახებისგან. ოჯახები ვისგან შედგება? კაცებისგან, ქალებისგან, ქმრებისგან და ცოლებისგან, რომლებიც სანიმუშოდ ზრდიან თავიანთ შვილებს. ოღონდ თანამედროვე აღზრდა ეს ნიშნავს იმას, რომ მას თავისი ოთახი უნდა ქონდეს, რამოდენიმე ბოტასი, რამოდენიმე შარვალი, რამოდენიმე კოსტუმი, რამოდენიმე ყველაფერი ბევრი უნდა ქონდეს. მაგრამ ის, რომ დედამ შვილი წამოიყვანოს წირვაზე, არასცალია. არა აქ დრო, არა. იცით, ინგლისურზე დადის ბავშვი, დედა ინაცვალოს მათემატიკაზე გაძლიერებულად, მაგრამ დრო არ აქვს. დრო არ აქვს, რომ დღევანდელი ქადაგება მოისმინოს. იმიტომ ის მისთვის რა ღვთისმშობელი, რა მართალიანა, ეს ზღაპრული პერსონაჟები გონიათ, ჩემო ძვირფასებო. ეხლა ერთ თანამედროვე სასწაულს გეტყვით, თუ არ გადაგღალეთ, არ მინდა ამის გარეშე დავამთავრო და დღევანდელი სახარება რომ არ გამომჩეს და თან ნიკოლოზობა იყო ხუთშაბათს და მაგიტომ სკოლას გონია რომ ნიკოლოზი, წმინდა ნიკოლოზი მე-4 საუკუნეში აღასრულებდა სასწაულებს და ვიღაცა ეხლა კარიკატურა რო არის, აი ეს კერპირო დარბის ციფრაჩაჩიანი სანტა-კლაუსი უამრავ სასწაულებს ახდენს, ხო? უბრალოდ უკეთებს პეპსი-კოლას თუ კოკა-კოლას უკეთებს რეკლამას, მეტი არაფერი, ჩემო კარგებო, რო იცოდეთ. 21 საუკუნეში რუსეთში ერთი მუსლიმანი მეხორცე ცხოვრობს. ანუ ჩვენ ერაზე ყასაბი, რომელიც კარგად არის, მოკლედ, კარგი შემოსავალი აქვს, ამ ხორცს ყიდის და არის ბედნიერი. აღმოჩნდა, რომ თურმე ვისაც ამ კაცთან
მეხორცესთან ხორცი მოაქვს, არის ნაკურდალი მოპარული ხორცი. ჩაატარეს რეიდი და აიყვანეს ეს ჩვენი ცნობილი, ასე თქვათ, ეს პიროვნება მეხორცე, დაიჭირეს ციხეში და ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა. 5 კაციან კამერაში 20 კაცია, არის სემა, არის ჭხუბი, არის აღიარე რო იცოდე, არ წარმოიდგინეთ, უამრავი შვილი ყავს, თათარია. ცოლი არ მუშაობს. ოჯახი დაიქცა ფაქტიურად. აქედან ოდის გაუშვებენ არიცის და რაკნას. მოიფიქრა რომ მოდი თავს მოიკლაო და დავისვენებო ამით რა. ღამე ეცხადება წაღარათმიანი მოხუცებული და ეუბნება რომ ასა შენ ფიქრობ არ გააკეთო ეგაო. შენ მალე დაგიძახებენ და გახვალო თავისუფლებაზე. როგორც კი ხილვა ნახა, მეორე დღესვე დაუძახეს, ბუდიში მოუხადეს რომ შენი ბრალი არ ყოფილა, შენ არ იცოდი ხორცი საიდან იყო და გაქანდა მაშინვე მეჩეთში. დაიჩოქა და დაიწყო თავის ენაზე, თავის რიტუალების შესრულება და მოლა გაოცებული უყურებს ახლა ეს რასაკეთებსო, ვინ არისო კაცო და მივიდა მოლა და ეკითხება რომ რა დღეში ხარო, რა ხდებაო? რა ხდებაო და ასეო ყველაფერი. ეგო კაცო, წმინდა ნიკოლოზეაო. მოლაც კი იცნობს წმინდა ნიკოლოზს. წადი ეხლაო, რა გავაკეთო? აი მადლიერებაზე მინდა ჩემო ძვირფასებო, ევანგელიის ახარება მადლიერებაზე. წადიო ნებისმიერ მართლმადიდებულ ტაძარშიო, იკითხეო, სად არის წმინდა ნიკოლოზის ხატი და დასანთლები დაუნთეო და ილოცეო. გაქანდა პირველივე ტაძარში შევარდა და იქ მესანთლე თუ ვინც იქნებოდა რა, მოკლედ რომელიაო წმინდა ნიკოლოზის ხატიო, მივიდა ხათ მე თვითონ დავამაყრის ამას რო უსმე. ბღუჯა სანთლები აიღო და დაიწყო ლოცვა და მადლიერება. გესმით? მნიშვნელობა არ აქვს, ნეკე პანეკუმენის კი არ ხარდაგებ, მაგრამ ჩვენი წმინდანები, ჭეშმარიტი წმინდანები იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად მადლიერია, ღვთის წყალობის ეხმარება, 10 ადამიანი, 10 კეთროვანი მივიდა ქრისტესთან, 9 ებრაელი და 1 წერია რომ სამარიტელი. თან უყურეთ ეხლა იესო მოძღვარო ყვირიან, იმიტომ რომ არ უფლება არ ქონდათ ახლო მისულიყვნენ მღვდელთან, ან მღვდელმთავართან, ან მკურნალთან, იმიტომ გადამდები საშინელი სენი იყო, ვინც იცით ეს არ უნდა მას ბევრი ახსნა, ადამიანი ცოცხლად ყარდა ფაქტიურად, ჩირქის გროვები ქონდა ტანზე და ოჯახის წევრებიც კი, ასე თქვათ, აგდებდნენ ასეთ ადამიანს სახლიდან, იმიტომ რომ გადამდები დაავადება იყო. აი ასეთი ადამიანი ახლო ვერ მიდის, მაგრამ ყვირიან, გვიშველე, დაგვეხმარე. მაცხოვარი ეუბნება რომ ეხლავეო წადითო და მღვდელს ეჩვენეთო რომ განკურნებული ხართ. აი უკვე წმენდა რამხელა რამეა. განკურნებულები არ არიან ჯერ, მაგრამ გზაში ხდება მათი განკურნება. არ არის ცნობილი ისინი მივიდნენ თუ არ მივიდნენ მღვდელთან, იმიტომ რომ მღვდელს უნდა დაემოწმებინა, რომ ესენი განკურნებულები არიან და დაბრუნებულები იყვნენ სახლში და უნდა შეეწირათ გარკვეული შესაწირავი. აი ამ 10 ადამიანიდან 1 ადამიანი სამარიტელი წარმართი ბრუნდება ქრისტესთან. და ეს აი ამ სიტყვებს დაუკვირდით, რომ მე ხო 10-ვე გამკურნეო. თქვენ როგორ ფიქრობთ, წმინდა ნიკოლოზი მარტო მეხორცეს დაეხმარა? იცით რამდენ ადამიანს ეხმარება წმინდა ნიკოლოზი და ღმერთი, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახესო საიმისო რომ მოსულიყვნენ ჩემთან. მაცხოვრის სიტყვების საყვედურით. ანუ ადამიანი უყურეთ დადის თქვა მეთქე საშუალო მანქანით არა, მაგრამ იცი რა სამობს, თუ კეთეს მანქანას ვიყიდი, მე მივალ სამადლობელზე. თუ ცხოვრობ ოროთახიანში და ხუთოთახიანში გადავალ, აი მე მექნება ხელჩასაჭიდი რომ მივიდე სამადლობლად. მაგრამ ოროთახიანი რო აქ და სამი შვილი რო ყავს, ეს არაფერი არ არის. აი ვერ ნახულობს ადამიანი მიზეს, რომ მადლობა გადაუხადოს ღმერთს. კაი თქვა არა ყავს ქმარი, არა ყავს სოლი, არა ყავს შვილი დაგეყოლება ხო, მაგრამ ცოცხალი ხო ხარ, შედალოცვილო, ხო დადიხარ, ხო სუნთქავ, საქართველოში ცხოვრობ. შეგიძლია გაიღიმო, გაიცინო, ადამიანს დაეხმარო, მოიკითხო, ნერვები მაინც არ მოუშალო, ხო? ეს არ არის საკმარისი, რომ მადლობა შეწირო ღმერთს. თქვა ციხეში ხარ, სავანტყოფოში ხარ, საფლავზე ხო არ წევ ხარ. ყოველთვის შეიძლება სამადლობელის მოძებნა, მაგრამ არა, მოიცა, აი თუ ხელფასი მომემატება, მე მივალ და სამადლობელს გადავიხდი. აი თუ ჩემი ცოლი აღარ გამაბრაზებს, მე თუ ჩემი ქმარი ლოთობას თავს დაანებებს, არა. სანამ რამე შეიცვლება, სანამ მღვდელთან მიდიან ესენი, მანამდე ხდება გზაში ხდება განკურნება.
მოხვედი გადამახდევინე პარაკლისი, ან წირვაზე ითხოვე რამე. სანამ დაბლა ჩახვალ, გჯეროდეს რომ ვერთი შეგისრულებს შენ, მაგრამ რო არა გჯერა, სანამ შენი თვალებით არ დაინახავ. აი იმიტომ არის რომ ამას სჭირდება განსაკუთრებული წმენა. სოფელში წვიმა არ მოდიოდა და მღვდელმა გამოაცხადა რომ მე პარაკლისს გადავიხდიო და მოდითო და წვიმა მოვაო. ერთი ქალი მოვიდა ქოლგით. აი ამას ააქორ წმენა. ესმით? დანაჩენ თუ მიდიხარ პარაკლისზე რომ წვიმა გინდა და გჯერა რომ წვიმა მოვა ქოლგა წაიღე, მაგრამ ერთმა ქალმა მოიტანა ქოლგა მარტო და ეს ერთი ქალის ქოლგა არ ეყო წვიმა რომ მოსულიყო. ესმით? აი ამიტომ მე დღეს არ შევეხები პოლიტიკას, იმიტომ რომ ძალიან დაძაბულია სიტუაცია ქვეყანაში. ერთ რამეს გეტყვით რა. დიდი მამის ბერი გაბრიელის სიტყვები დავამთავრებ დღევანდელ ქადაგებას. ქართველებს ვიცი რა გინდათო? თამარ მეფე იყოსო თქვენი პრეზიდენტიო, წმინდანი იყოსო თქვენი პატრიარქი იყოსო. იმ ხალხს მიმართავს, ვინცაც პრეტენზიები აქვს ყოველთვის მთავრობასთან და სამღვდელოებასთან. თქვენო, ჩემო კარგებო, გინდათო რომ თამარ მეფე იყოსო თქვენი პრეზიდენტი, წმინდანი კროზიკი და იყოსო თქვენიო მღვდელმთავარი და გაზიარებდეთო ყოველკვირაოდ. აბა დაფიქრითო, თქვენ ვინ ახართო? თქვენ სინდის კითხეთ ერთი თქვენ ვინ ახართო? მოწონ ხართო ღმერთო? მოწონ ხარ შენ ღმერთო, კაცო? ეს რო გინდა და ის რო გინდა, შენ როგორი ხარ? საღი აზრი გაგაჩნია? ეს არ მომწონს, ის არ მომწონს, ეს მღვდელი არ მომწონს, ის ეპისკოპოსი, ეს თავრობა, ის თავრობა, რით ვეღარ მოვიდა? ჩვენთვის მოსაწონი მთავრობა, კაცო. ეთი ამიხსენით რა. ამ მარშებით გვინდა რომ ჩვენ ქვეყანა ავაშენოთ? არ ვიცი. მაგრამ ერთ რამეს გირჩევთ რა. სახში გქონდეთ ივაკიმე და ანას ხატი, ილოცეთ ოჯახები შექმნელები გააძლიერეთ, შვილები აღზარდეთ სახარებით, თქვენი თავი შეცვალეთ, ილოცეთ, იშრომეთ და ვიცხოვრებთ ბედნიერ საქართველოში. და აღარ იქნება ჩემო ძვირფასებო მიტინგები, აღარ იქნება ზიზღი, აღარ იქნება ბოღმა, აღარ იქნება ასეთი რამე და ღმერთმა დალოსოს ყველა ის ზალა, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის ბედნიერება და სიკეთე და სიყვარული უნდა. დანარჩენი თქვენ ვისაც ყურები გაქვთ, გისმინეთ, რას მე დღეს გითხარით. ღმერთმა დაგლოცოთ, დაგახაროთ, მართლა გავაგრძელოთ, 25-ის მერე თავი შევიკავოთ თევზის მიღებისგან, როცები გავაძლიეროთ, რომ შვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანას აზედან შვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ჩვენთან არის ღმერთი.